ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების შეხვედრებს მართავენ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან. დისკუსია უკვე გაიმართა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, კოალიციად ცვლილებებთან, ლილოძლიერ საქართველოსთან. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ აქცენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთდა, კონკრეტულად კი პარტიების აკრძალვასა და ქუჩის პროტესტზე, ასევე დაკავებულების გათავისუფლებაზე. შეხვედრები მიმდინარეობს თავისუფლების მოედნისა და ანადოლიძის პარტიების წევრებთანაც, მანამდე დისკუსია შედგა არასამთავრობო სექტორის და მედია ორგანიზაციების ნაწილთან. შეხვედრა ეხებოდა ცხადია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პარტიების აკრძალვას, მათ შორის იმ რეპრესიებს, რომელიც ყოველდღიურად ქუჩაში ხდება. ევროსაბჭოს მთავარი ამოცანა არის ადამიანის უფლებების შეაფასოს ქვეყანაში და დემოკრატიის ხარისხი, რომელიც ცხადია ყოველ ჯერზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოში ქართული ოცნების დამსახურებით და ამიტომ ჩვენი ფუნქციაც ეს არის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რა მდგომარეობა არის, განსაკუთრებით ყურადღებით იკითხეს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიებს აკრძალავენ ქვეყანაში და მსგავსი გამოცდილება ფაქტობრივად არ აქვს საქართველოს. ეს არის მოწოდება, რა თქმა უნდა, რუსულ რეჟიმზე, რომ რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს და აღიარება იმის, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციის ტოლფასი, ამიტომ რა თქმა უნდა ამ თემაზე იყო საუბარი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე და ჩვენის მხრივ გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც ასევე თავისთავად მნიშვნელოვანია, ასევე საუბარი იყო სხვა კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს კოლგის ქვეშ არის. ჩვენ შეხვედრა გქონდა ახლა მოგეხსენებათ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან, რომელიც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ ლელოძლიერი საქართველოს კოალიციის საქმიანობაზე, იმას დაკავშირებით თუ როგორ მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რა გეგმები გვაქვს და ასევე შევაფასეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები. ამაზე გქონდა საუბარი. ეს არის მონიტორინგის კომიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დებენ, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ამა თუ იმ პოლიტიკური აქტორის ქმედება ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ კაფიო არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, აქ არის საუბარი ყველა პოლიტიკურ აქტორზე თუ სახელმწიფო ინსტიტუტზე. ამიტომ ჩვენ ვნახავთ ანგარიშსაც შევაფასებთ ალბათ, როდესაც იქნება. წინასწარ განზრახვით არის ჩამოსული დელეგაცია. წინასწარ განზრახვით არის ნებისმიერი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ ბრიუსელიდან და ეს განზრახვა აბსოლუტურად სხვა მიზანს უკავშირდება. ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ როგორმე საქართველო გამოყენებული იქნეს იმ დაპირისპირებაში, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს. სხვა არანაირი თემა, არანაირი მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ წინააღმდეგ რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ, არ არსებობს არანაირი რუსული ორბიტა, არ არსებობს საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელსაც წარმართავს ქართული ოცნება. არანაირი ნიშანი იმისა, რომ არჩევნები გაყავდა, არ ყოფილა.